ეკონომიკის სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირებისთვის პირველი უსაფრთხოების ავტორიზაცია გასცა. ავტორიზაცია გადაეცა კომპანია თბილისი დრაი პორტს, რომელიც მისასვლელი ლიანდაგით სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში საქმიანობას მაისიდან დაიწყებს. მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებისთვის უსაფრთხოების ავტორიზაციის მისაღებად განცხადების წარდგენა სავალდებულოა 1 მაისამდე. სარკინიგზო უსაფრთხოების წესის თანახმად 2025 წლის 1 იანვრიდან სარკინიგზო საწარმოები ინფრასტრუქტურის მენეჯერები, მათ შორის მისასვლელი ლიანდაგის მფლობელები უსაფრთხოების ავტორიზაციას უნდა ფლობდნენ. აღნიშნული პროცესის ეფექტურად წარსამართად სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აქტიურად ხორციელდებოდა კონსულტაციები დარგში მოქმედ საწარმოებთან და ინფრასტრუქტურის მენეჯერებთან. მათ მიეწოდათ ყველა საჭირო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოახერხონ ახალი სარკინიგზო უსაფრთხოების წესების დაკმაყოფილება. მოხარული ვართ, რომ თბილისის მშრალი პორტი აღმოჩნდა პირველი კომპანია, რომელმაც მიიღო უსაფრთხოების ავტორიზაცია. დიდ მადლობას ვუხდით სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერისთვის და ამ პროცესში გაწეული დახმარებისთვის. ავტორიზაცია აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ კომპანიამ შეძლოს საკუთარი სარკინიგზო ლიანდაგის ოპერირება.